მოგესალმებით. გუშინ ქართულმა საზოგადოებამ იხილა ეგრეთ წოდებული პარლამენტის მიერ გამოცემული ღალატის კომისიის დოკუმენტი, რომელმაც ალბათ ნებისმიერი გონიერი პატრიოტი ადამიანის ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ჩვენ ვიცოდით, რომ ამ ღალატის კომისიის ამოცანა იყო, რომ მან გაამართლოს აგრესორი და საქართველოს მტერი ოკუპანტი რუსეთი და გაამტყუნოს საქართველო, რომ ჰააგისა და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები გადაწეროს პუტინის სასარგებლოდ, გაამტყუნებს რა საქართველოს ხელისუფლებას, პრეზიდენტს, უმაღლეს მთავარსარდალს, მთავრობას და ჩვენს სახელმწიფოს და მისი მიზანი იყო ჩამობანოს პუტინს სისხლიანი ხელები და გაუხსნას ხელფეხი საქართველოს საწინააღმდეგოდ სამოქმედოდ, რადგანაც თუკი უკანონოა თუ რაც არის, არ აქვს მნიშვნელობა ამ წუთას, პუტინისთვის ეს მნიშვნელოვანია. თვითონ ქართველები საქართველოს ხელისუფლებაში მყოფი ძალა ლაპარაკობს, რომ ომი პუტინის რაშისტულმა რუსეთმა კი არ დაიწყო, არამედ საქართველომ დაიწყო. ბუნებრივია, ეს მას მიცემს საქართველოს წინააღმდეგ მოქმედების დიპლომატიურ პოლიტიკურ არენაზე მოქმედების შესაძლებლობას, მანევრის შესაძლებლობას და საქართველოს აქეთ დადანაშაულების შესაძლებლობას, რაც ბუნებრივია, ყველასათვის ნათელია, არის საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატი ამ მოღალატეთა და კრიმინალთა რუსული ბანდის მხრიდან, რომელიც უკვე მე-13 წელია ასრულებს პუტინის გეგმას საქართველოში, რომ ჩამოშალოს ქართული სახელმწიფოებრიობა, რომ საქართველო მოწყვიტოს მის ნამდვილ მეგობრებს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, ევროკავშირსა და სხვა ქვეყნებს, რომელზედაც არის დამოკიდებული მტერი რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა და რომელთანაც ჩვენი თანამშრომლობა, პარტნიორობა და მეგობრობა არის გარანტი საქართველოს სუვერენიტეტისა და მომავალში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების გზით. მაგრამ პუტინის ამოცანა, ისევ როგორც მისი მეხუთე კოლონის მოღალატეთა და კრიმინალთა რეჟიმის ამოცანა, არის საპირისპირო ქართული სახელმწიფოს და ქართული საზოგადოების ინტერესებისა, რომ ეს ყველაფერი არ დაუშვას და ჩვენ ვიხილეთ, რომ ამ ღალატის კომისიის მიერ პუტინის ეს დავალება არის პირნათლად შესრულებული. მაგრამ კიდევ უფრო, ასე ვთქვათ, გასაკვირი ის იყო, რომ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, რომ ამ ღალატის კომისიის თავმჯდომარემ ძალიან მკაფიოდ ერთმნიშვნელოვნად გამოხატა სინანული, რომ ხელისუფლებაში აღარ არის ედუარდ შევარდნაძე და თქვა, რომ პრაქტიკულად ედუარდ შევარდნაძე ყოფილა ლეგიტიმური ხელისუფალი და თავის დროზე მას ასევე განაცხადა, რომ ვარდების რევოლუციის ასე ვთქვათ მოხდენის შედეგად თურმე საქართველომ გადაუხვია ნორმალური განვითარების გზას. აი ეს არის მათი აზრი. თურმე შევარდნაძის დროს მიმდინარე მოვლენები ყოფილა საქართველოში საქართველოსთვის ნორმალური განვითარების გზა. ასეთი გამაოგნებელი გულწრფელობა უბრალოდ მართლა შოკში აგდებს ყველას. თურმე ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, პირდაპირ სიბნელეში ყოფნა მართლა ჩაბნელებულ ქალაქებსა და სოფლებში, ჩაბნელებულ სახლებში, გაუნათლებლობის სიბნელეში ყოფნა, კრიმინალის სიბნელეში ყოფნა, უკიდურესი სიღარიბის და ქაოსის სიბნელეში ყოფნა ყოფილა ნორმალური განვითარების გზა, რაზეც თურმე ეს რეჟიმი ასე საჯაროდ წუხს, რომ ვარდების რევოლუციამ შეაჩერა და ფუნდამენტურად შეცვალა და მოგვიტანა ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით ჩვენს სახლებში, ჩვენს ქალაქებსა და სოფლებში ელექტროენერგია, შუქი
მოიტანა ახალი ქართული სახელმწიფოს შესაბამისი ინსტიტუციები, თანამედროვე ქართული არაკორუმპირებული და ეფექტიანი პოლიცია, თანამედროვე ქართული ჯარი, თანამედროვე ქართული სახელმწიფო ბიუროკრატიული ინსტიტუტები, საბაჟო, საგადასახადო, რომლის გარეშეც არ არსებობს სახელმწიფო შემოსავლები, ბიუჯეტი, რამაც შესაძლებელი გახადა, რომ 11ჯერ და მეტჯერ გაზრდილიყო არა მარტო სახელმწიფო ბიუჯეტი, არამედ პენსიები, შესაბამისად ხელფასები პედაგოგებისთვის, ჩვენი ჯარისკაცებისთვის, პოლიციელებისთვის, სოციალური უზრუნველყოფის პაკეტები ჩვენი მოსახლეობისთვის, ჯანდაცვის სისტემის განვითარება, ახალი იუსტიციის სახლები, რომ ხალხი აღარ იდგეს და ქთამებს არ იხდიდეს რიგებში ელემენტარული ცნობის ასაღებად, პირადობის თუ პასპორტის ასაღებად, ბიზნესის გასაფორმებლად და ამან მოიტანა ის ეკონომიკური ზრდა, მიუხედავად აგრესიის უწყვეტობისა ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელმაც მოგცა საშუალება აგვეშენებია ახალი ქალაქები, გზები და საქართველოს იმ ქვეყანად გადაგვექცია, სადაც 50,000 ტურისტიდან მილიონობით ტურისტამდე ავედით საქართველოს მიმზიდველობის გამო და თურმე აი ამ მოღალატეთა და კრიმინალთა რეჟიმისთვის, რუსული რეჟიმისთვის ყოფილა ეს ყველაფერი ნორმალური გზიდან გადახვევა. მე ვეკითხები ამ მოღალატეებს, მაშინ არც ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ჰქონდა დაწერილი განცხადება გადადგომასთან დაკავშირებით, იმაზე რატო არ ლაპარაკობთ. თქვენ მოღალატეებო, რომ ასე პირნათლად ასრულებთ პუტინის დავალებას და მიგაჩნიათ, რომ საქართველოს სიბნელეში, კორუფციაში, კრიმინალში ყოფილა ნორმალური განვითარების გზა და ის რომ საქართველოში კრიმინალი დამარცხდა, კორუფცია დამარცხდა და საქართველოში განათდა ქალაქები და ჩვენი მოსახლეობის სახლები, აშენდა ახალი ქალაქები და გაიზარდა პენსიები და ხელფასები, ეს ყოფილა არანორმალური განვითარების გზა და ნორმალური განვითარების გზიდან გადახვევა. კიდევ ერთხელ შევახსენებ ჩვენ საზოგადოებას, მაშინ მიუხედავად პრობლემებისა საქართველოში უფრო მეტი ჩვენი თანამოქალაქე ქართველი ბრუნდებოდა უცხოეთიდან, ვიდრე ქვეყნიდან მიდიოდა. ახლა კი ამ მოღალატეთა და კრიმინალთა რუსული ბანდის 13 წლიანი საქართველოს დაჯიჯგნისა და ეკონომიკის განადგურების ფონზე რო არ ვილაპარაკოთ პოლიტიკური დევნის გამო, ძირითადად ეკონომიკური პრობლემების სიდუხჭირის გამო მილიონზე მეტმა ქართველმა დატოვა ჩვენი სამშობლო და საქართველოს დაიცალა ქართველებისგან და ივსება 1000 უცხო ჯურის ადამიანისგან, პაკისტანელებისა და ბანგლადეშელების მიერ არის შევსებული ის ადგილები, რომელიც დატოვა ქართველებმა სიდუხჭირის გამო და ძირითადად გაემგზავრნენ სწორედ იმ დასავლეთის სახელმწიფოებში, რომელსაც ასე გულმოდგინედ ებრძვის ეს მოღალატეთა და კრიმინალთა რეჟიმი. ეს ღალატის კომისიის დასკვნა კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა იმ მოღალატური პოლიტიკისა, პუტინის გეგმის შესაბამისად, რომელსაც ადგას ეს რეჟიმი, რომ საქართველოს ჩამოაშოროს საერთაშორისო პარტნიორებს, ჩვენს ნამდვილ მეგობრებს, რომ მოახდინოს საქართველოს იზოლაცია და საქართველოს გახადოს რუსეთის ლუკმა, დააბრუნოს რა ჩვენი ქვეყანა რუსეთის ექსკლუზიური გავლენის ორბიტაზე და გახადოს რუსეთის უკანა ეზო. ეს არასდროს არ მოხდება, ამას ქართველი ხალხი არასდროს არ გაიზიარებს, ამიტომ აბსოლუტურად ღრმად ვარ დარწმუნებული ქართველი ხალხის ჯანსაღი ნაწილის, რაც არის 80%-ზე მეტი პროტესტი, მშვიდობიანი, მაგრამ პრინციპული პროტესტი აუცილებლად გაგრძელდება. ქართველი ხალხი შეიკრიბება თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქების ქუჩებში 13 სექტემბერს, 27 სექტემბერს და რა თქმა უნდა 4 ოქტომბერს, როდესაც მოღალატურ კრიმინალურ რეჟიმს დანიშნული აქვს მორიგი მისი რუსული სპეცოპერაცია იმისათვის, რომ რამენაერად მისი ლეგიტიმაცია ოდნავ მაინც გაზარდოს და ბუნებრივია ყველა პატრიოტი, ყველა ნორმალური ქართველი იქნება ქუჩაში და ეტყვის არას ამ მოღალატურ კრიმინალურ რუსულ ბანდას, ეტყვის ამ რეჟიმს არას და ჩვენ ყველანი ერთად შევძლებთ მშვიდობიანად ეს მოღალატური რეჟიმი
გაუშვათ ისტორიის სანაგვეზე და მოვთხოვოთ პასუხი იმ მრავალი დანაშაულისთვის, რომელიც მათ ჩაიდინეს საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, მათ შორის ამ ღალატის კომისიის ასე უტიფარი და ასე ურცხვი საქართველოს ღალატის დასკვნის გამოტანისთვის, სადაც რუსეთის ფედერაცია გამართლებული და საქართველოს დადანაშაულებული ომის დაწყებაში და ასევე ამ რეჟიმის ყველა წარმომადგენელს, ყველაზე ბობოლასაც და საშუალოსაც და პატარასაც უნდა ახსოვდეს, რომ ყველას მოუწევს საქართველოს მოქალაქეების ჯიბიდან, ბიუჯეტიდან და საქართველოს ეკონომიკიდან მოპარული მილიონებისა და მილიარდების უკან დაბრუნება კვლავ საქართველოს ბიუჯეტში და კვლავ ქართველი ხალხის საერთო ყოლაბაში, რომლითაც აუცილებლად შეიქმნება ახალი ქალაქები, ახალი სოფლები, ახალი გზები აშენდება, ახალი საავადმყოფოები, ახალი სკოლები, ახალი უნივერსიტეტები და საქართველოს კვლავ დაადგება ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანების გზას, რაც იქნება ჩვენი სამშობლოს მშვიდობიანი განთლიანების გარანტია და მყარი მშვიდობისა და ეკონომიკური განვითარების საფუძველი, რაც დააბრუნებს ჩვენს ნატანჯ ხალხს, რომელიც ემიგრაციაში იმყოფება 1 მილიონზე მეტი გაქცეული ქართველი დაუბრუნდება თავის სამშობლოს, ჩვენს ქვეყანას და ჩვენ ყველანი ერთად ავაშენებთ იმ ღირსეულ ქართულ ევროპულ დემოკრატიულ სახელმწიფოს, რომელსაც იმსახურებს ჩვენი მრავალსაუკუნოვანი მდიდარი ისტორიის ერი.